მოგეხსენებათ UFC-ს გუშინ, თუ არა უკვე დღეს იყო, დღევანდელი დილა იყო დაგვიანოსა თეთრი სახლის კარდი და ყველა ჭუბი ისეთია, რომ თითებს დაიკვნეთ მოლოდინით და ძალიან როგე სიამონება ესეთი ჭუბებია. აი ესეთ ემოციას ველოდი რომ მეკდებოდა ამ კარდის ნახვის შემდეგ, მაგრამ არა. რო არ მოგატყუოთ და პირდაპირ გითხრათ, ცოტა იმედი გაცრუებული ვარ ამ კარდით. ბილდაპი ისეთი იყო, რომ ეს კარდი უნდა ყოფილიყო ისტორიული, ყველაზე მაგარი და იქნებოდა ცოტა ჭუბი, მაგრამ ყველა ძალიან მაგარი იქნებოდა და ასე შემდეგ. იმ ბილდაპის და მზადების გამო ველოდი რომ გაცილებით უკეთესი კარდი გამოვიდოდა. მაგრამ რეალურად მივიღეთ ჩვეულებრივი pay-per-view კარდი. ნუ ჩვეულებრივი თუ არა, კარგი, მაგრამ არაფერი სასწაული. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა ის ფაქტი, რომ ესეთი ისტორიული ივენთის მთავარი ბრძოლაში იქნება ილია თოფურია და ქართველს ვიხალოთ მორიგ ისტორიულ კარდის მთავარ გმირად, როგორც იყო მერაბ დვალიშვილის შემთხვევაში, როცა სფეროზე ჩატარდა ივენთი. მაგრამ რო არ მოგატყუოთ, თვითონ ილია თოფურიას გულშემატკივრის მხრიდანაც დიდად არ მომწონს ეს ბრძოლა. ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ილია თოფურია ამ ივენთზეა და მთავარი ჭუბია და ასე შემდეგ. მე ვიძახი ოპონენტი და თვითონ ეს ბრძოლა არ მომწონს. აგიხსენეთ ახლა რატო არ მომწონს დიდად ეს ბრძოლა თოფურიასთვის. ილია თოფურია ობიექტური მიზეზების გამო და საკმაოდ სამართლიანად ამ ბრძოლაში არის უდიდესი ფავორიტი, აი ძალიან დიდი ფავორიტი, იმ დონემდეც კი რომ ხალხი გეიჯის მოგებას სასწაულად აღიქვამს. და იქნება გამომდინარე, რომ ილია თოფურია წელში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ ახერხებს ჭუბს, მგონია ოდნავ დროის ხარჯვასავით გონია ეს ჭუბი. რადგან ყველა მუჩის შედეგი რაც მოხდება, დაადუღებს გეიჯის ამდენი ამერიკელის წინაშე და მორჩა. სხვადასხვა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ველოდით ამ ბრძოლის ჩანიშვნას, მაინც ოდნავ გამიკვირდა, რომ თეთრი სახლის მთავარი ჭუბი ეს არის, რადგან იწერებოდა რაღაც ჭორების დონეზე, რომ იწერებოდა, რომ დიდად არ უნდათ, რომ ეს ყოფილიყო თეთრი სახლის მთავარი ჭუბი, რადგან არ უნდათ, რომ ესპანელ ქართველ მოჭუბარს ამერიკელი რა ქვია, მოჭუბარი ამდენი ხალხის წინაშე თეთრ სახში გაითიშა. რაც რა თქმა უნდა მოხდება. ილია თოფურია მიგვაჩვია, რომ მის ბრძოლის მერე ჩვენ გაუცებულები ვრჩებით. მან დაანოკაუტა ჯერ ალექს ვოლკანოვსკი, რომელიც იმ წელში დაუმარცხებელი იყო და მოიპოვა ქამარი. დაანოკაუტა მაქს ჰოლოვეი, რომელიც დაანოკაუტებული არასდროს არ ყოფილა და ახლოსაც არ იყო მეგრეთ კონდიციასთან, რომელშიც თოფურიამ ჩააგდო. და ნუ ოლივიერასთან ახლა რო არ მოგატყუოთ ველოდი მაგას რო უზავდო, მაგრამ ერთ რაუნდში მოახერხა ეს ყველაფერი და თან ჭიდაობის ექსჩეინჯიც რო აჯობა, ეგ ძალიან მაგარი იყო. სწორედ ამიტომ რომ ჩვენ მიჩვეული ვართ თოფურიასგან სასწაულების მოხდენას და თან მას იშვიათად ხედავთ ოქტაგონზე, გონია რომ ცოტა ოდნავ დროის ფლანგაა ეს ჭუბი. როცა თოფურიამ ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი და ოლივერა დაამარცხა, ფიქრობდი რომ აი ვისღა უნდა შეახვედრონ, რომ ხალხს ოდნავ მაინც ეგონოს რომ წააგებს, ანუ უდიდესი ფავორიტი ვისთან არ იქნება თქო, ფიქრობდი თოფურია. ერთი ეგეთი ბრძოლა იყო მახაჩევი და მეორე არ ჩანდა მსგავსი არაფერი. საერთოდ მივიჩნევდით ცარუკიანს დიდ საფრთხედ თოფურიასთვის. და პირიქით ეხლა რომ ძალიან ჰაიპებენ ცარუკიანს და რაღაც ნარატივი რო შექმნეს რომ თოფურია გაურბის ცარუკიანს, ეგ ნარატივი მომწონს, იმიტომ რომ ვიცი რომ როდესაც შეხვდებიან, დაადუღებს ცარუკიანსაც. ამიტომ ეგ ჭუბი გაცილებით უფრო საინტერესო სანახავი იქნებოდა ვიდრე გეიჯი, რომელიც თან მომწონს ეს გეიჯი და არ მინდა კიდე ისეთ საშინელ კონდიციაში ვნახო როგორშიც ჰოლოვეიმ ჩააგდო. თქვენს ვფიქრობთ ამ ბრძოლაზე? რა თქმა უნდა ძალიან მიხარია რომ თოფურია მთავარი ბრძოლა თეთრი სახლის ქარდზე, მაგრამ კონკრეტულად ეს ბრძოლა მგონია ცოტა დროის ფლანგვა. მაგრამ ეხლა ძალიან დიდი პრობლემაც არის რა თქმა უნდა ესეთ ისტორიულ ქარდზე, რომ ულამაზესი ნოკაუტი რაც დიდი ავტომატით მოხდება, იქნება თოფურიას, ძალიან მაგარი იქნება მისი სახელისთვის და კარიერისთვის მაინც. თან ეს თეთრი სახლის კარდი ალბათ სავსე იქნება სულ სელებრიტებით, უმეტესად ამერიკელებით, ზოგადად ჩვეულებრივი casual ამერიკელ გულშემატკივრებს მაინც ეგონებათ, რომ გეიჯი მოიგებს და მაინც გულშემატკივრებენ და ნახავენ მასტერკლას თოფურიასგან, ამიტომ ძალიან კაი იქნება ეს თოფურიასთვის. ოღონდ როცა გეიჯის დააწვენს, მალე მოგვითხრიეთ მახაჩევი. всё. დარჩენ ქართლაც რო გადავხედოთ უცებ, შემდეგი ბრძოლა არის პერეირა სირილგანი დროებით მძიმე წონის ქამარზე. ესეც საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლაა. პერეირა უკვე მესამე წონში შეიძლება რომ ქამარი დაითრიოს. დროებითი ქამარი, მაგრამ მაინც ქამარი. მაგრამ მე არ მიყვები იმ ნარატივს, რომ სირილგანი უმაღლესი კლასის მებრძოლია და ასპინალს მოუგებდა და უგებდა და რაღაცა ასპინალს შეეშინდა და ასე შემდეგ სისულელია. ჩემი აზრით რომელმაც არ უნდა მოიგოს მძიმე წონის ქამარი, ასპინალი დარჩება ჩემპიონად, როცა დაბრუნდება. შეიძლება ცოტა არაპოპულარული აზრი იყოს, მაგრამ ჯამრთელი ასპინალი გადაულის სირილგანსაც, გადაულის პერეირასაც და გადაულის ჰევივეით ჯონ ჯონსაც. ჰევივეით ჯონ ჯონს ასპინალი გადაულიდა. დიახ, აი ამას ვფიქრობ. ამური ჭუბის გარდა დანარჩენი კარდი რავი, დიდი არაფერი ჩემი მოგზაურებული აზრით. შონომალის ჭუბი საინტერესო იქნება როგორ ფორმაშია, მაგრამ ეხა ინტერესით არ ვხვდები შონომალისა და საჰაბის შორის ვინ მოიგებს. აი არ მკლავს ინტერესი. მაურისიო რაფი, მაიკლ ჩენდლერი უფრო მაინტერესებს ვიდრე შონომალის ეს ჭუბი. მაურისიო რაფის საინტერესო პროექტი ჩანს, მაიკლ ჩენდლერი სულ ფეივორიტებს თავაზობთ, მაგრამ მაიკლ ჩენდლერის ნელა აი მორჩა შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ პედი ფილმებთან ჭუბში მაიკლ ჩენდლერი ჩემთვის დამთავრდა. მაიკლ ჩენდლერი სულ სხვა იყო ოლივერესთან, სულ სხვა იყო გეიჯისთანაც და სულ სხვა იყო პორიესთანაც. ის ჩენდლერი, რომელიც ჩვენ პედი ფილმებთან ვნახეთ, აღარ იწვევს დიდ ემოციებს. მაგრამ რუფისთან მაინც ძალიან სახალხობრივი ჭუბი იქნება, ესე ვფიქრობ. და დარჩენილია ორი ჭუბი. ბონიკალის ვარსკვლავობა არ გაიშვა. უბრალოდ ამერიკელია, მოვიდა დიდი ჰაიპით, რომ
ჭიდაობაში ძალიან მაგარია, დერდერმა დაადუღა და ეხლა ცდილობს რომ უკან მაგრა დაბურდეს. კი, ბოლო ბრძოლაში შტაბაჟდავად მოიგო, მაგრამ ბონიკალის ჩხუბი არის ერთი რაღაცა, რომ აი, შემდეგ დღეს ვნახავდი. ანუ არ გაუთენებდი არანაირად ბონიკალის ჩხუბის აღურებელად. და ბოლოს დიეგო ლოპესის ბრძოლა, რომელიც დააბრუნეს რეალობაში და აღარ აძლევენ 25 ტაიტლ შოტს ძლივს. მეოსება დიეგო ლოპესიც ძალიან სანახაობრივი მოჭუბარია, მაგრამ უაზრობა იყო ის ბოქტანებაში რომ იცეს საერთოდ. თქვენს ფიქრობთ ამ ხარზე მთლიანად. ჩემი აზრით აი გაწირეს გეიჯი და ძალიან ბევრ დამწუხრებულ ამერიკას ვნახავთ 14 ივლისს. რა თქმა უნდა, ჩხუბია, ჯასტინ გეიჯი ძალიან კარგი მებრძოლია და არავის ჩამოწერა არ შეიძლება, მაგრამ კლასში ძალიან დიდი სხვაობაა თოფურიასა და გეიჯის შორის. და თქვენ რას ფიქრობთ კონკრეტულად ილიას ამ ჩხუბზე, ზოგადად ამ ქარდზე და რა ემოციები დაგიტოვოთ აი ამ ქარდის პირველად ნახვა. დღეს ყვის ძალიან პატარა მარტივი ვიდეო, უბრალოდ მინდა რომ ჩემი აზრები გამიზიარებინა ამ ქარდზე და თქვენი აზრებიც მოვისმინო მინდა კომენტარებში. ვისაც კრივი გიყვართ, გადახედეთ ჩემს მიდევს რაღაც საინტერესო ვიდეოები და მაგაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი. დღეისათვის სულ ეს იყო, აბა მაგრად.